გავიდა გარკვეული პერიოდი მმართველობის არჩევნების დასრულებიდან. Ყველა ძალას ალბათ მიეცა გარკვეული ანალიზის გაკეთების დრო და შესაძლებლობა, მათ შორის ჩვენს და მინდა გარკვეულად შევაჯამო წინა საარჩევნო და საარჩევნო პერიპეტიები, რომელიც ძალიან აქტიურ ფაზაში გახდა ზურგეთში. მოიხსენებათ აქ მეორე ტური დარჩა საჭირო ქალაქის მერის სასარჩევად. იმთავითვე იყო გარკვეული დაძაბულობა მოსახლეობაში, წარმომჩეველში, შტაბებში და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივი პროცესია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველა თქვენგანს, ჟურნალისტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც აშუქებდით ამ საარჩევნო ბატალიებს. მაქსიმალურად ყველა თქვენგანი მე დარწმუნებულად ვთქვით, რომ ყოფილიყავით ობიექტურები და ამავე დროს თქვენც მოგეცათ საშუალება რაღაცა პოლიტიკური რეკლამის და მართლმადიდებელი რეკლამის ხარჯზეც რაღაცა თქვენი გაზეთებისთვისაც, გაზეთის განვითარებისთვისაც და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი ამას ხელს ალბათ უწყობდა, მითუმეტ იმის გათვალისწინებით, რომ უფრო მეტი იყო დაძაბულობის მუხტი, დამოკიდებულება პრესის მიმართ, რა თქმა უნდა, იყო უფრო მნიშვნელოვანი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის. თუმცა ჩვენ არ გვქონდა ესეთი რესურსი, მიუხედავად შემოთავაზებისა, ქალბატონი ჟანა ძალაერთხელ მეხმიანებოდა და ტურიზმო ამბებს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გასცენ პოლიტიკური რეკლამის შესაძლებლობები თუ გაქვს მოდი გავაფორმოთ შეკრულებები და ასე შემდეგ. ვიზარალეთ კიდეც იმის გამო, რომ არ გქონდა ის შეკრულებები, გახსოვთ თქვენ, რომ მოგქონოდა უფრო მარტივად გავაფორმებით რაღაცა, როდესაც გაგვიშთა საშუალება იმისა, რომ რაღაცა ერთიანული წერილი გამოქვეყნებულა. მე მაინც მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს, რადგანაც თქვენი განწყობა იყო აგესახათ ყველაფერი ობიექტურად და მე ვფიქრობ მაქსიმალურად განხორციელდა ეს. მოკლედ ამორჩევლისათვის სურათი ყველაფერი იყო ნათელი, ახლა მე არ მინდა რაღაცა სხვა მომენტებზე გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ესეც ბუნებრივად იმაჩნია, რომ იყო თქვა ვიღაცის ხილავს თელებები შავი არის ერთი ან მეორე მხარეს ყოფილი. არა უშავს. ეს შეუულებრივი ამბავია ჩვენ ეხლა ვიწყებთ პირველ ნაბიჯების გადადგმას, მე ასე ვფიქრობ, უნდა ყოფილიყო ეს პირველი ნაბიჯები რეალური დემოკრატიისაკენ. თუმცა ჩემი შეფასებები ახლა თქვენ მოისმენთ არც თუ ისე სახარბიელოა ამ დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით. დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე ძალიან საინტერესო ახალი ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი შემოიყვანა. ამ ეროვნული ძალისათვის მიღწეული შედეგი ნამდვილად გამარჯვების თორფასია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რაიონების დიდ ნაწილში 22 რაიონზე მეტი 22-23 რაიონი საერთოდ არ ფუნქციონირებდა მათი არც ერთი ორგანიზაციული სტრუქტურა. მაინც მოხერხდა საარჩევნო ბარიერის გადალახვა და კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტის სტატუსის მიღება. ამაში განუზომელია გურიაში მცხოვრები ამორჩევლის დამსახურება. განსაკუთრებით ოზურგეთში, სადაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მეორე ადგილზე გავიდა და ამჟამად სწორედ ის გახლავთ ძირითადი ოპოზიციური ძალა რეგიონში და ოპოზიციის ლიდერი. მართლაც წარმომადგენლები გურიის სამივე თემისა და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოებში. ეს მართლაც დიდი გამარჯვება ახალი პოლიტიკური ძალისათვის. რაც შეეხება გამგებლებისა და მერების არჩევნების მეორე ტურს, ქართულმა ოცნებამ ყველა საარჩევნო ოლქში გამარჯვება გაიფორმა. დაანონსებული დემოკრატიული არჩევნები, რასაც საფუძვლად 50%-იანი ბარიერი და მეორე ტური უნდა დასდებოდა, ფსევდოდემოკრატიულ ფარსად გადაიქცა. სახელმწიფო გუნდი მიუბრუნდა 2012 წლამდე ავასახსენებელი ნაც რეჟიმის მიერ აპრობირებულ ხალხის ნების გადახვისა და არჩევნების გაყალბების ყველა წინა საარჩევნო ტექნოლოგიას. ქალაქ ოზურგეთის ამორჩეველთა დიდი ნაწილს სამწუხაროდ გაუჩნდა განცდა, რომ მათ წაართვეს არჩევანი. არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოში არ ზის და ზოგადად საარჩევნო პრაქტიკაში არ მომხდარა, რომ მეორე ტურში რეალურ ოპოზიციონერ კანდიდატთან დაპირისპირებაში გაემარჯვოს სახელმწიფო კანდიდატს, ეს ლოგიკურადაც რთული ასახსნელია. გამოყენებული იქნა სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის სრული შესაძლებლობები. მათ შორის ყველაზე ანტიდემოკრატიული გამოყენებული იქნა პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არსენალი და გურიაში, კერძოდ ქალაქ ოზურგეთში სრულად დაიმსხვრა 2012 წლის ოქტომბრის მიღწევად გამოცხადებული ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის შესახებ მითი. ჩვენ დავარისხეთ განგაშის ზარები, როგორც კი გასაჯარო და მაღალი თანამდებობის პირის კაბინეტში პოლიციის
სულ სისხლძვანელების, სახელმწიფო კანდიდატების და საარჩევნო შტაბების უფროსების ერთობლივი თათბირის შესახებ ინფორმაცია. და მე კალბატონ ჟანას ამის გამო მადლობას გადავუხადე გახსოვთ თქვენ ჩემი ბრიფინგები ამასთან დაკავშირებით. და ვის არ მიმართეთ ჩვენ ამერიკის ელჩს ბატონ ბიძინევანიშვილის მთავრობას და ასე შემდეგ რომ მოამოაგდებდნენ უზურგეს საერთო ქართული კონტექსტიდან, თუმცა ეტყობა ამ მსგავსი პროცესები ყველგან მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მაინც უკიფრად ამუშავეს მთელი სახელმწიფო მანქანა. აი ერთი მაგალითი 11 ივლისის მეორე ტურის წინა დღეს ჩვენი აქტივისტები ამასეული ეკადია რაიცენტრალურის ოლქში გიორგი კეპულაძე და ალექსანდრე ცეცხლაძე გააჩერეს პატრულის მუშაკებმა და სრული გამოდარღვევით წინასწარ მომზადებული ქობინის გამოყენებით ჩაუტარეს ალკოტესტი. რის შედეგადაც, როგორც ნასვამ ჩამოართვეს მართვის უფლება. იმ 2 საათიდან რა დროშიც უნდა მოხერხდეს განმეორებითი სინჯის აღება 1 საათი ფაქტობრივად უკანონოდ შეაჩერეს. თუმცა ახალგაზრდებმა მაინც მოახერხეს და დროულად გაიკეთეს განმეორებითი სინჯი, რის მიხედვითაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად ხიზლები იყვნენ. ჩააბარეს პატრულს ეს დასკვნა, რაც მართვის უფლების დაუყოვნებლივ დაბრუნების საფუძველი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს არ გაკეთა და დღემდე არ დაბრუნებია ამ ახალგაზრდას მართვის უფლება. ეს გახდა საპატრულო პოლიციის მხრიდან ჩემი მხარდამჭერებისთვის ხელი შეშლისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის აშკარად დემონსტრირება. მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რათა შესწავლილი იქნას აღნიშნული ფაქტი და უმკაცრესად დაესაჯონ ამ უკანონობის დამკვეთებელს და შემსრულებლებს. გარდა ამისა, ჩვენი გვაჩნია და ასე ვაფასებთ ამ პროცესს, რომ საარჩევნო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საჯარო სამსახურების მუშაკები და დაფიქსირებული გვაქვს, რომ ამ შტაბთან ხშირად ბრძანდებოდნენ ესეთი ადამიანები. როგორც მოსახლეობაში ამბობენ, გამოყენებული იქნა პატიმრებისა და სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ ბრალდებულთა ოჯახები. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მათ კონკრეტული რაოდენობის ხმების მობილიზებას აიძულებდნენ. მიმართავს საქართველოს თავარ პროკურორს შეისწავლოს ქალაქ ოზურგეთში სისხლის სამართლის საქმეთა დინამიკა და ზემოთ აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში გააკეთოს შესაბამისი რეაგირება. მიმართავს საქართველოს აუდიტის სამსახურს შეისწავლოს ქართული ოცნების ქალაქ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯების შესაბამისობა რეალურად გაცემულ თანხებთან. ჩვენთან შემოსული ოპერატიული ინფორმაციები უსაზღვროდ იყო გაზრდილი თითოეულზე დაახლოებით როგორც გვეუბნებოდნენ 40-50 ჩვენ ამის გადამოწმების შესაძლებლობა არ გაგვაჩნდა, 40-50 აგიტატორი ყავდათ. აგიტატორთა და კოორდინატორთა ოდენობები უსაზღვროდ გაზრდილი ფაქტობრივად გათვლილი იყო ამ მრჩეველთა მოსყივის ორგანიზებას. ნუ ჩვენ ასე მიგვაჩნია. და ეს შემონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ქალაქ ოზურგეთის ამორჩეველთა დიდმა ნაწილმა გააკეთა ღირსეული არჩევანი. რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს თქვენი მეშვეობით, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ჩემს მიმართვას მაქსიმალურად ესწრებით და გაავრცელებთ. რისთვისაც მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო. აქვე მინდა დავარწმუნო ისინი, რომ მათი ძალისხმევა კონკრეტული შედეგის მატარებელია. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი განსხვავებით სხვა რეგიონებისაგან, სადაც ძირითადად ოპოზიციურ ძალას ნაციონალები წარმოადგენენ, გურიის რეგიონში ოფიციალურად იკავებს ოპოზიციის ლიდერის სტატუსს და როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ამორჩევლის ინტერესების დასაცავად. კაცრად გავაკონტროლებთ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ნაბიჯს. პოლიტიკური და სამართლებრივი ვერკეტებით ვიბრძოლებთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეობით, მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული არჩევანის. ქალაქ ოზურგეთმა დაამტკიცა, რომ აქ ჯანსაღად მოაზროვნე ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ და იმსახურებენ ნორმალურ საარსებო გარემოს. ბრძოლა არ დამთავრებულა. ნამდვილი ბრძოლა პიროვნების, ოჯახის, ქალაქის, ქვეყნის გადარჩენისათვის კვლავ გრძელდება. იყავით იმედიანად, ჩემო თანამოქალაქეო. თქვენ შეძლებთ მთელი ქვეყნისთვის დაგენახავებინათ ხალხის რეალური ძალა. ნურასოდეს დაიღლებით ამ სულისკვეთებაში. ერთად ჩვენ შევძლებთ საომავლო გამარჯვების მოპოვებას. წინ ბევრი ბატალიები გველის. აუცილებლად დაიწყება შემოდგომით ახალი პოლიტიკური ცხოვრების უამრავი პროცესი და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში თუ ეს კონსტიტუციის დადგენილ ვადებში ჩატარდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა არ გააქტიურდა, არ ვიცით როგორი მოხდება შემოდგომა გვაჩვენებს ამ პროცესების მიმდინარეობას. ჩვენ ვერთვებით, რა თქმა უნდა, და გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად ძალიან სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით. ძლდება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება იმ მონაკვეთში, სანამ მსგავსი პროცესები დაიწყება, ხელი არ შეგვეშლება ჩვენ რომ დაიწყოს, რათა ვაკონტროლო და მაქსიმალურად
დავუდგეთ ჩვენ საზოგადოების გვერდით, ვაკონტროლოთ თვითმმართველობის საქმიანობა, მერიის საქმიანობა, საკრებულო საქმიანობა, ჩვენ გვყავს წევრები და გარდა ამისა, ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად უზრუნველყოთ მოქალაქეთა აქტიური ჩართვა თვითმმართველობის საკითხებში. კანონიც იძლევა მის შესაძლებლობებს.